კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო, ჩემო ჭკვიანებო და ჩემო განსაკუთრებულო ადამიანებო. მოდით ახლა ვნახოთ ასეთი ტიპის გაშლა, როგორ გხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ლოგიკურად მამაკაცები მოირგებთ თქვენს თავზე და ქალბატონები მოირგებთ თქვენს თავზე. ორი სიმბოლო გიდევთ წინ, ახალი მთვარის სიმბოლო და წიგნის სიმბოლო, თავისი პატარა თილისმით და მოდით ორ დასტაზე გავაკეთებ დღეს გაშლას. იყოს ერთი ჯადოქრების დასტა პირველ ვარიანტთან ერთად, ახალი მთვარის ვარიანტთან ერთად მაპატიეთ ვიწროვეში ვარ და უბრალოდ ფიზიკურად სხვანაირად ვერ ვახერხებ, აი ასე გაჩვენებთ და მეორე დასტა იყოს ფანტაზიების პლანეტის დასტა წიგნთან ერთად. აი გადავდებ მეორე ვარიანტს. ჩემო კარგო ადამიანებო და დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ხო, ძალიან რთულია, მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებ. უკაცრავად. და ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. ხო, იმპერატორი, მამის არკანი, ძალიან სამართლიანი, სწორი, ავტორიტეტული ადამიანი ბრძანდებით, ვინც მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი ხართ. გაქვთ არ ვიცი ის საოცარი უნარი, მართოთ ნებისმიერი სიტუაცია, ისე როგორც თქვენ გჭირდებათ კი არა, ან ვინმე სჭირდება. ისე როგორც სჭირდება სიტუაციას და აკვირდით რას გეუბნებით, ძალიან სწორი, აი ძალიან ისეთი ანალიზის უნარი გაქვთ და ესე მომენტალურად ხვდებით რასად, როგორ და რანაირად უნდა დაალაგოთ. ამავდროულად ძალიან საიმედო, ძალიან სტაბილური, აი ძალიან პასუხისმგებლიანი და სხვა შორის გავლენიანი ადამიანი ხართ. უფრო პრაქტიკული აზროვნება გაქვთ და უფრო ლოგიკური ხართ, ვიდრე ვთქვათ იქ რაღაცა ისეთ ემოციურ ფაქტორებს აკმაყოფილებთ. ძალიან გამბედავი, ძალიან დისციპლინირებული და აი ძალიან სწორი სტრატეგები ხართ. საქმიანობის სფეროებიდან გასაგებია, რომ ვიღაცა იქნებით აუცილებლად მმართველ პოზიციაზე, სხვა შორის შესაძლოა ისტორიკოსებიც მიყურებდეთ და ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლები, თვითდასაქმებულებიც, ბიზნესმენები და აი ძალაუფლების სტრუქტურები, თან რაც არის კავშირში, აი დაახლოებით ესეთი ადამიანები. სტიქია გასაგებია, რომ ყველაზე მეტად ცეცხლზე გადათამაშდება, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო მაინდა-მაინც, ხო? და ახლა ვნახოთ როგორ გხედავენ სხვა ადამიანები, საპირისპირო სქესის ადამიანები ბოდიში. აბა რა გითხრათ მეგობრებო, ესე იგი თასების ცვენა მაქვს. სხვათა შორის ძალიან ისეთი დახასიათება მომცა ახლა აი აქ მდებარე არკანებმა. დავიწყოთ მაღალი არკანით, დაკიდებული მამაკაცის არკანით, ხო? ადამიანები გხედავენ ისეთ პიროვნებად, რომლებიც აი როგორ გითხრათ, როგორც არ უნდა დაეცნენ 10-ჯერ უკეთესად წამოდგებიან და უფრო მეტად აწევენ თავსაც გაიშლებიან მხრებში და ცხოვრებას გააგრძელებენ, ხო? ადამიანად, რომელსაც არ აშინებს არანაირი დაბრკოლება და მან იცის, რომ ცხოვრება ასეთია, ხო? ცხოვრება არ არის მხოლოდ თეთრი შუქი ან მხოლოდ შაქარი. ცხოვრებაში შესაძლოა ლიმონით შემოერიოს ციცაკაც და სიბნელეც, ხო? შესაბამისად
ძალიან დიდ ძალას ხედავენ თქვენში ადამიანები, აი რეგენერაციის ძალას. თითქოს აი 9 სული აქვთ გადასავითო, ვიღაცამ შეიძლება ასეთი რაღაცაც კი თქვას. ძალიან ემოციურ, ძალიან ემპათიურ, ძალიან კეთილ და როგორ ადამიანად აღგიქვამენ, იცით, აი რომელიც სულ მზად ხართ, რომ სხვას დაეხმაროთ. სულ მზად ხართ, რომ თქვენი ემოცია, თქვენი ღიმილი, თქვენი ბედნიერება სხვებს გაუზიაროთ. აი სულ როგორ გითხრათ, მომართული ხართ იმაზე, რომ გასცეთ ყველაფერი საუკეთესო ენერგია, მატერიალურადაც შესაძლოა, არ ვიცი, აი ისედაც აქ რაღაც ისეთი ენერგიები მოდის, რომ მინუსებში არ უნდა იყოთ, მაგრამ რა პოზიციაში არ უნდა იყოთ მატერიალურად, აქ მაჩვენებს იმას, რომ თქვენ გაცემა არასდროს გეზარებათ. ძალიან დადებით პიროვნებად გაფასებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები და სხვათა შორის რაკიღა საპირისპირო სქესზე ვაკეთებთ აქცენტს, აქ აი ძალიან ერთგულ და როგორ გითხრათ, აი კარგ პარტნიორად ხედავენ ადამიანად, რომელთანაც ისინი არასდროს მოიწყენენ, რომლებთანაც მათ ყოველთვის ექნებათ ფსიქოლოგიური კომფორტის ზონა და სადაც ისინი თავს ყოველთვის დაცულად და მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნობენ. შვენიერი, მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის გაშლა? ძალა, არკანი ძალა. რა ხდება, ვინ მიყურებთ? ვინ ხართ მოსულები? თუ პირველ და თუ მეორე ვარიანტზე. მოდით სანამ სახასიათო შტრიხებს მივყვებოდეთ, ნუ გასაგებია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შესაძლოა მიყურებდეთ, ასევე პირდაპირ მნიშვნელობით ძალოსნები, ხო, სპორტის სახეობის წარმომადგენლები, ასევე შესაძლოა ბრძანდებოდეთ ცხოველების სფეროდან, მაგალითად ვეტერინარი ან არ ვიცი, რაღაცა ზოოპარკის თანამშრომელი, თუნდაც რიგითი არ რეგისტრა ხო, რომელიც ზოოპარკთან კავშირში, ну მოკლედ ცხოველებთან, ცხოველების მოვლასთან კავშირშია და სხვათა შორის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არკანი სტომატოლოგიასთანაც კავშირშია. აქვე გეტყვით, რომ გასაგებია, რომ ცეცხლის სტიქია შესაძლოა იყოთ და განსაკუთრებით ლომი, რომელიმე თქვენგანი, მაგრამ ნუ ეს არ არის აუცილებელი. არ ვიცი, აი ადამიანები ხართ, როგორ გითხრათ, დააკვირდით როგორ არის მიხვდებული ლომზე ბავშვი, ხო, აი ესე თითქოს რომ მტყნე კალთაში უზის და ისეთი როგორი ჩაფიქრებულია და ლომი როგორ იყურება, რომ ამას ვინც ხმას გასცემს, ხო, ამას ვინც აი ესეთი ენერგიებით რომ მოდის. როგორი ტიპის ადამიანები ხართ, იცით, აი ყველა ტიპის და ყველა კატეგორიის ხალხთან რომ შეგიძლიათ კომუნიკაციის დამყარება. ძალიან კარგი დიპლომატები შესაძლოა იყოთ ასევე. წეგან დამავიწყდა ამისი თქმა. აი, იცით როგორი თან რომ თავდაპირველ ბუნებას ინარჩუნებენ ორივე, ხო, ერთი უსუსური, მეორე ძალიან ძლიერი, მაგრამ ამავე დროულად აი როგორ აგიხსნათ კომბინაციაში რაღაც აბსოლუტურად განსხვავებულ ენერგიას რომ ქმნიან, ხო, აი განსხვავებულ წყვილს რომ ქმნიან, განსხვავებულ საწყისს რომ ქმნიან. ძალიან დიდი შინაგანი ძალის მატარებელი ხალხი ხართ, სხვა შორის ჯანმრთელობაც არ უნდა გქონდეთ პრობლემური. ოღონდ გიყვართ კონტროლი, გიყვართ გავლენების ქონა და ძალიან კარგად გამოგდით სხვების დარწმუნება. ხო, ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ხალხი ხართ, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო და ნახოთ ახლა ესეთი სასწაული თვისებების ადამიანი
ადამიანს როგორ გხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ხმლების ტუზი, შვიდიანი გვერდხები, ძალიან მიზანდასახულ, ძალიან პრინციპულ ადამიანად, თასების რაინდი, 6-ხანი. მე-6 მაღალი არკანი, შეყვარებულების არკანი და ერთი არკანიც რომ მოვიღოთ. ნახეთ. ახლა გეტყვით მე თქვენ. ესე იგი თქვენ საპირისპირო სქესისთვის ხართ აი იცით როგორი ტიპის ადამიანი, რომელიც მზად არის ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლოს. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და პრინციპულობით ეკიდება ყველაფერს. ადამიანი, რომელიც მოკლედ ნებისმიერი დანაკარგის ან ნებისმიერი გზის გავლის ფასად მიაღწევს თავის მიზანს და თავის წილ სიტუაციას დაეუფლება ან თავის წილ ადამიანს, ხო? ადამიანი, რომელიც ყოველდღე სწავლობს, ადამიანი სხვაჩვენს თვითონაც შეიძლება გითხრან, რომ აი შენთან ყოველდღე ვიზრდები, მე შენთან რაღაცა აი სხვანაირი ვხდები, ხო? ყოველდღიურად ვითარდები. აი ადამიანი როგორ გხედავენ, იცით, რომ აი მოდუნების საშუალება არ ეძლევათ. თქვენ ხართ იმდენად განსაკუთრებული, რომ თვითონ რომ წამოგეწიონ, აი სულ ამისთვის ჭირდებათ ავტოტრენინგები, ხო, სულ მუშაობა. მუშაობა იმას კი არ გულისხმობ, იმაში ყანაში იდგნენ და არ ვიცი, სიმინდით ხნან, ან 500 გვერდიანი ესეები წერონ. ესე 500 გვერდიანი ვერ იქნება უკაცრავად, რომანები წერონ, ხო? ანუ საკუთარ თავზე მუშაობა იმისთვის, რომ რაღაცა სხვანაირები გახდნენ. სხვაჩვენს ძალიან ისეთ სწორ ადამიანად გხედავენ ურთიერთობებში, ოღონდ აი სულ აქვთ ის მომენტი, რომ ზუსტად იციან, რომ თუ რამე შეეშლებათ, შეუცვლელი არავინ არის და ძალიან ისე სიფრთხილით ეკიდებიან თქვენთან ურთიერთობას, რა საინტერესოა. ეს უკვე მომეწონა. აი ეს ენერგია უკვე ძალიან მომეწონა, რომ ადამიანები ესე გაფასებენ და ესე გიყურებენ, რომ თუ რამე შეგვეშალა უკაცრავად, მაგრამ ჩვენ აქ არავინ არ გვაპატიებს და მეორე შანს გამოცდაზე გასვლისას არავინ მოგცემსო. ხო, ზუსტადაც რომ ასეთები უნდა იყოთ საპირისპირო სქესთან. მე მსგავს ენერგიებს მხოლოდ მივესალმები. რა ვიცი, დავამატოთ კიდე რამე? კიდე ერთი არკანით ვნახოთ. თუ დავანებოთ თავი. როგორ გხედავენ ცხრიანი პენტაკლები? არ ვიცი, აი ძალიან სტაბილურ ადამიანად, რომელიც სხვაჩვენს ძალიან მყარად დგას ფეხზე და ხელწამოსაკრავი არ არის, მოკლედ, აი არანაირი ერთი შეცდომის უფლებაც რომ არ აქვთ, ხო, ადამიანებს თქვენთან აი დაახლოებით ესეთი ენერგიების ადამიანად გხედავენ. მშვენიერი, მადლობა მეორე ვარიანტსაც დაგემშვიდობებით.